აბა მოგესალმებით ყველას. არ ვიცი რამდენად კარგად ისმის ჩემი ხმა, იმიტომ რომ ცოტა დღეს დამჩა მიკროფონი სახლში. ხო და მოვედი ახლა მოლში და მინდა რომ რაღაცა ვიდეო ჩაგიწეროთ გოგონებო ძალიან მნიშვნელოვან თემაზე და იმედი მაქვს რომ ხმა კარგად ისმის. აქ მოლში ძირითადად დღის განმავლობაში არ არის ძალიან ბევრი ხალხი, საკმაოდ ისეთი შეზღუდული რაოდენობის ხალხია, იმიტომ რომ სამუშაო გრაფიკი მთავრდება 4 საათზე ან 5 საათზე აქაური დროით და მერე მოდიან ხოლმე, ამიტომ მე ყოველთვის ვცდილობ რომ უფრო ადრე მოვიდე, ყოველთვის როცა რაღაცები მაქვს საყიდელი. ეხლა გარკვეული სახის საჩუქრები მქონდა საყიდელი, იმიტომ რომ საქართველოში უნდა ჩამოვიდე და ამიტომ ხო უნდა დავასაჩუქრო ხალხი. მე განახებთ რეები ვიყიდე. იმასაც განახებთ რა დაჯდა, ვისაც გაინტერესებთ რა ფასებია აქ. კიდე რაღაცები მაქვს საყიდელი, ჩემმა შვილმა გამძარცვა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს მინდა ისმინა დედიკო. მე ვასწავლი რომ ზოგადად იყოს ძალიან მომთხოვნი და უნდოდეს საჩუქრები და ასე შემდეგ, მაგრამ არა ჩემთან, არამედ მის მომავალ, ასე ვთქვათ, მეუღლესთან. და არა ჩემთან, მაგრამ სამწუხაროდ ჩემზე მუშაობს ეს ბავშვი და მე ვთხოვს ყველაფერს ამ ეტაპზე, ვარჯიშობთ ჩემზე, მოდი ასე ვთქვათ. ეხლა დღეს რისი თქმა მინდოდა გოგონებო. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ითხოვთ საჩუქარს და ფულს მამაკაცისგან. უმეტესობა თქვენთაგანს თქვენ თვითონვე არ გჯერათ, რომ ეს შესაძლებელია და შესაბამისად ამ ენერგეტიკით მიდიხართ მამაკაცთან და სთხოვთ. როდესაც თქვენ თვითონ არ გჯერათ ეს, ან ფიქრობთ რომ ეს შეუძლებელია, ეს არასდროს არ მოხდება. ვიღაცა საერთოდ ვერც მიდის და ვერც სთხოვს. აი მაგალითად ეხა ერთი გოგო მყავდა, ჩემი მეგობარია ეს გოგო. ჩემი კლიენტი არ ყოფილა და არც კონსულტაცია არ ქონია. მეგობარია და მენობა თამო ესეთი სიტუაცია მაქვს, რა გავაკეთო და მეთხარი დაურეკე ხა და უთხარი რომ ფული გჭირდება, ბინის ქირაკა გადასახდელი. აუ არა, არასდროს არ მომცემს ეს ისეთი ტიპია, ჩემზე რას იფიქრებს, ნუ აი კატასტროფები. დავარეკინე ჩემს წინ. მივაწერინე უფრო სწორად, ეგრევე გადმოურიცხა იმ ბიჭმა. რატო? იმიტომ რომ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი მამაკაცის არც დაფასება, არც არაფრის თხოვნა, არ იცით როგორ უნდა სთხოვოთ, არც ის არ იცით როგორ უნდა გააკეთოთ ისე რომ თვითონ მოუნდეს თქვენთვის საჩუქრის ჩუქება, თვითონ მოუნდეს თქვენთვის ბანკის კარტის მოცემა და ასე შემდეგ. თქვენ არ აფასებთ საკუთარ თავს. არ იცით როგორ ეკონტაქტოთ და ეურთიერთებოთ მამაკაცს. შესაბამისად, ეს მამაკაცი თავისით არ მოელანდება ამას, რომ რაღაც უნდა გაგიკეთოთ. მამაკაცს ყოველთვის სჭირდება მიმართულების მიცემა. როდესაც მიმართულებას მისცემთ, აუცილებლად გააკეთებს იმას, რაც საჭირო. მთავარია სწორი მიდგომა. აი მაგალითად ეხლა მე. აი დღეს რა მოხდა. მე მაქვს ბანკის ბარათი, ჩემი მეუღლის, რომელზედაც ყოველთვის დევს თანხა. გარდა იმისა, ყოველთვიურად ჩემი მეუღლე გარკვეული სახის სახარჯო თანხას მხოლოდ ჩემთვის მაძლევს, მხოლოდ ჩემზე. მაგრამ იმის გარდა კიდევ, ანუ მაქვს ბანკის ბარათი, რომელზედაც თანხას მიდებს ხოლმე, რომ თუ რამე დამჭირდა კიდე იმის გარდა, ხო? ეს არის მხოლოდ ჩემი. ეხლა წერ დღეს დილით. ძვირფასო მე უთხარი მივდივარ საყიდლებზე, მეთქი და შეიძლება რომ ეს კარტა გამოვიყენო? რა თქმა უნდა, ой კარტა შენი არისო. კარგი, მე ვთხარი დიდი მადლობა. ეხლა რატო ვკითხე ეს? იმიტომ რომ ეგრევე მწერს. თუ არ იქნება საკმარისი დავამატებ. კარგი, მე ვთხარი, მე ვეცდები, მე ვთხარი რომ მაგაში ჩავეტიო რაც მაქვს, მაგრამ თუ დამჭირდება გეტყვი, უბრალოდ არ მინდა მეთქი რომ სამსახურში ვახარ შეგაწუხოთ, ხო და ეგრევე გადმომიგზავნა კიდე. დამიმატა ზედ. ნუ რა თქმა უნდა ახლა მოკლედ გეუბნებით იმ სკრიპტს, რასაც უთხარი, მაგრამ ანუ რას ასე ვთქვათ ვამბობ, რომ აუცილებლად უნდა იცოდეთ, როგორ უნდა ესაუბროთ თქვენს საყვარელ მამაკაცს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ გამოყენებლური როლი უნდა გქონდეთ. აუცილებლად უნდა შეაქოთ, აუცილებლად უნდა იმოქმედოთ მის ეგოზე, უნდა ესე მოფხანოთ კისერი და აი აქ ხოცით ძაღლებს და კატებს როგორ უყვართ ესე ოღონდ სიტყვებით, საუბრით, მოქმედებებით. საწყალს გადმოვარიცხინეთ ანხა, ეხა განახებთ მე ვიდეოს ბოლოს რამდენი რამე ვიყიდე და ერთი პიჟამოს შარვალი ვუყიდე, მეუთხარი პიჟამოს შარვალი გიყიდე, მეთქი ძალიან ბედნიერი. აი ესე. ასე რომ ძვირფასებო, აუცილებლად უნდა იცოდეთ როგორ ესაუბროთ თქვენს მამაკაცს იმისათვის რომ როგორ გითხრათ, ჯანმრთელი და ჯანსაღი ურთიერთობები გქონდეთ და არ იყოთ გამოთხოვრებულები და არ იყოთ რომ ვაიმე თამო, რა მეშველება, რა სტილი ხართ, გოგო, ვიზეტირი ხართ, ეს კაცი არც არაფერს გიკეთებთ, არც არაფერს აკეთებს და მაინც მას მისტირი ხართ.
არ ვიცი. მოკლედ, გოგოები კითხულობენ კონსულტაცია სად გავიაროთ. გოგოებო TikTok-ზე დამიმატეთ TAMO 3703 ინგლისური ასობით და იქ მომწერეთ და შეგვიძლია კონსულტაციაზე შევთანხმდეთ და ნებისმიერ საკითხზე გავისაუბროთ. მაქვს 30 წუთიანი კონსულტაციები, 45 და 1 საათიანი. განვიხილავთ თქვენ სიტუაციას და დავსახავთ გეგმას, როგორ უნდა მოვექცეთ ამ მამაკაცს, რომ მივიღოთ ის შედეგი, რაც გვჭირდება. და თუ ეს მამაკაცი თქვენი საუბრიდან გამომდინარე, როდესაც გავიგებთ და გაუკეთებთ ტესტს, არაფრის მაგნისი არ არის, მაშინ გავაგზავნით გასტროლებზე, სოფლიოს მასშტაბით და ვიპოვით უფრო უკეთეს და ნორმალურ მამაკაცს. გავიგეთ ხო? ასე რომ აი ესეთი სიტუაციაა ჩემო ძვირფასუნებო, ეხა მიგიტრიალებთ მე თქვენ კამერას და განახებთ, რამდენი რამე ვიყიდე და თუ გაინტერესებთ, რეები ვიყიდე კონკრეტულად რა დაჭდა, აუცილებლად მითხარით და გადავიღებთ ცალკე ვიდეოს. აი გოგონებო, აი ასეთი ამბები მაქვს მე, აი ამდენი რაღაცეები მაქვს ნაყიდი და მე შემიძლია განახოთ კონკრეტულად რეებია და რა დაჭდა, ვისაც გაინტერესებთ.